და მამაკაცი. მოგესალმებით ყველას. თბილისის დროით არის 11 საათი და 12 წუთი. ქალი და მამაკაცი, ანუ ქეთი და დათო თქვენთვის და თქვენთან ერთად იწყებენ მუშაობას. საინტერესო. კიდევ ერთი წვილი იქნება მეთქი. ხო, კიდევ ერთი ქალი და მამაკაცი ყავს. ძალიან ჩვენზე ბევრად საინტერესოდ მოსაუბრეები. ამაში სულ ცოტა ხანში დარწმუნდებით, ძალიან წარმატებულები, ძალიან წარმატებულები და ადამიანები, რომლებიც გიждდებიან ერთმანეთზე. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ერთი შეხედვით ასე ეთყობათ და მე დარწმუნებული ვარ 20 წლის შემდეგაც რომ ნახავ ამ ადამიანებს, ზუსტად იგივე ემოციები ექნებათ ერთმანეთის მიმართ. პრინციპში როგორ არ უნდა გიყვარდეს ქალი, რომელიც ისე უჭირავს ხმალი რომ არ გიყვარდეს. ეს და გამოვიკვლიოთ. ხო, შიში შეიქს სიყვარულს. ამ შემთხვევაში მე მგონი ეს რა კაი რამე მომაფიქრე ხოჭათათო. ძალიან კარგად განავწე. მოდი ხა დროა წარმოვადგინოთ ჩვენი სპორტსმენები, ნუ პროსტად ჩვენი სტუმრები. ხო, ჩვენი სტუმარს პრინციპში არის, მაგრამ ერთს უფრო უკვე იცნობს ჩვენი მსმენელი, მაყურებელი, რადგანაც დიდი სიამაყით და გახარებით გავიგეთ სულ ცოტა ხნის წინ და ჯერ პარასპორტის წარმატებებით და ეთლით ფარიკაობაში თათ სოფლიო ჩემპიონი არ ყოფილა, თასები სხვადასხვანაირად ნაწილდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაინც ასე ვარქმევთ, იმიტომ რომ გვინდა რომ ასე სოფლიო ჩემპიონი კარგად ჟღერს, მაგრამ თითქმის იგივე გამოდის, ამას დეტალებს მე ვკითხავთ თვითონ რა თქმა უნდა. ირმა ხეცურიანი ჩვენი სტუმარი და მისი მეუღლე გიორგი დანელია. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა რომ მოგზაურობთ ჩვენთან. მადლობა მოწვევისთვის. იცი, მოდი არ გავექცეთ ამ თემას, მით უფრო რომ გასაკეთებს ვერაფერს ვერ ვხედავ. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ რაღაცა ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა გაატაროს ეტლში, ხშირად ხდება, რომ ხელს ჩაიქნევს ხოლმე ცხოვრებაზე. თქვენ შემთხვევაში, სანამ დღეს მე თქვენ გაგიცნობდით, მანამდე ძალიან ბევრი ჩემი კოლეგისგან ვიცოდი, რომ თქვენ ხართ, რა ვიცი, ყველაზე სიცოცხლის მოყვარული ადამიანი მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპაში. მადლობა, კაი შეფასება იყო. ხელის ჩაქნევას რომ გადაწყვეტით, მე არ გადამიწყვით. არა, ნუ გადაწყვეტებაზე. ხო, როცა უკვე სხვა გზა არ გაქვს და როცა უკვე ვერ ხედავ სხვა გამოსავალს, შესაბამისად ვცდილობ საკუთარ თავთან დაიწყო მუშაობა ამ თემაზე, რომ ნუ არ მიეცე ღრმა დეპრესიას და ასე შემდეგ არ მიხვიდე იმ ჭაობამდე, რომელ ჭაობიდანაც ვეღარ ამოხვალ უკვე და ვერც ვერავინ ვერ დაგეხმარება. ანუ შეცვალეთ დამოკიდებულება რეალობის. კი, თავიდან ძალიან მძიმე იყო, ვერ ვიტყვი რომ ბევრი ამბობს რომ ადვილი იყო და მე კარგად გადავლახე და გადავიტანე, თუმცა შემდეგ უკვე რამოდენიმე წლის შემდეგ უკვე იჩენს თავს ზუსტად ის დეპრესიული ხასიათი, რაც მაშინ უნდა ჰქონოდა. ეს ადრე მოხდა ხო ეს ვაიმე უკვე 14 წელი, ანუ სექტემბერში გახდება 14 წელი და ისე სწრაფად გადის ეს დრო, რომ ვერ ხვდები ესე მალე როგორ მოვიდა 14 წელი. იყო კეთილთვისებიანი სიმსივნე დიაგნოზი ზურგის ტვინიდან აღმოცენებული და მალებზე სასწრაფო ოპერაციის შედეგად ну, ჩემი მეგობარი გახდა ეტლი. ეს რკინის ეტლი. თავიდან გამჭირდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საერთოდ ყველაფერი შეიცვალა, 18 წლის ვიყავი და უნივერსიტეტში რაღაც ვსწავლობდი და სულ ჭკუაზე არ ვიყავი, გოგო რაღაც ჩემი სტუდენტობის წლები მქონდა. თუმცა აი ესე თავდაღირა როცა დამდგა ყველაფერი და დავდექი რაღაცა გადაწყვეტილების მიღების წინაშე. 1-2-3 წელი მართლა გამიჭირდა, ჩემი ოჯახისწავრები იყვნენ მსხვერპლნი ამ ყველაფრის, ჩემი გამოხტომების, ჩემი გაღიზიანებების, ჩემი რაღაც დაძაბული მდგომარეობის და ნუ იქ იყო პლუს ფიზიკური რაღაც ტკივილები და ასე შემდეგ, რაც თანდევს ამ ყველაფერს. მაგრამ უფრო შინაგანად გაწუხებს ის, რომ დამოუკიდებელი აღარ ხარ. და ეს იმდენად მიუღებელი იყო ჩემთვის, რომ მე ჩემით რაღაცებს ვერ ვაკეთებდი, რომ აი არ ვიცი რომელ კედელს უნდა დავჯახებოდ, რომ ეს ყველაფერი მომეშორებინა. ნელ-ნელა, სადღაც 4-5 წლის შემდეგ უკვე მივედი იმას რამდენ, რომ მირმა უკან დასახევი გზა არ გაქვს, უნდა გააგრძელო ცხოვრება, მე რა ხდება და ნუ არასდროს ხოთშორის არ დამისვავს კითხვა მე რატომ და
მე რატომ დამემართა ეს რაღაც. ყოველთვის ალბათ რაღაც განსაცდელი იმისთვის გევლინება, რომ შინაგანად გამოიწრთო და მე მივხვდი, აი, ბოლო წლებია, თურმე მე ეს მჭირდებოდა. არ ყოფილა ეს რაღაცა შემთხვევითობა, ან დამსაჯა ზემოდან ვინმე მან რაღაც. უბრალოდ ჩემ სულს, ჩემ ფიზიკური მონაცემი აი ეს მდგომარეობა სჭირდებოდა და ვთვლი რომ სულ სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა იმ მდგომარეობაში, ფეხით რომ მეულო და ეხლა მაქვს ყველაზე ისიც საინტერესო სიცოცხლით სავსე და რა ვიცი ყველაზე მაგარი სიტუაცია მაქვს მithumetes ფარიკაობა არის ჩემთვის ეხლა დღევანდელ ცხოვრებაში ამ ეტაპზე ძირითადი ღერძი. ხოც მაშინ ფარიკაობა არისო. ხო და ეგ მინდა ვეკითხა. ფარიკაობა დავიწყე 27 წლის ასაკში. ფარიკაობაზე როგორ მიხვალით ის ხო ეს როგორ აღმოაჩინეთ ფარიკაობა. ანუ ქუთაისში ვცხოვრობ, ზოგადად აფხაზეთიდან ვარ დავნილი და ამ მდგომარეობის ან ოპერაციის შემდეგ გადმოვედით ქუთაისში საცხოვრებლად და ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინა ერთ-ერთ ღონისძიებაზე თბილისში ვიყავით ჩამოსული და ცდილობდნენ რომ ნუ კარგი კადრი ხარ, გჭირდები, უნდა გამოგიყვანოთ გარეთ, რასაც ახლა ჩვენ ვცდილობთ, ვინც გარეთ გამოვედით უკვე და იყო ბანაკი სენაკში, სადაც უკვე ჯერ ჩვენ გავიარეთ ტრენინგი და მე უკვე ჩვენ დაგვატრენინგეს როგორც კვალიფიციური ტრენერები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ესეთი კოალიცია იყო და შესაბამისად ის გვასწავლიდა თუ როგორ უნდა გვეცხოვრა დამოუკიდებლად ეთლით მოსარგებლებს. შემდეგ წამოვედი ერთვენიერ დღეს აი ესე დედაჩემს განვცხადე რომ თბილისში არის ვაკანსია. ჩემმა მეგობრებმა შემომთავაზეს რომ პარაოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტში არის ოფის მენეჯერის ვაკანსია და მინდა მეთქი აი რატომაც არა. ნუ დედაჩემმა თავიდან იმიტომ რომ სცენარისტად რაღაც მივლიდა ესე და მიფრთხილდებოდა და დამთოფინებდა თავზე ძალიან ესეთი კატეგორიული უარი მითხრა და წინააღმდეგი იყო, მაგრამ მე უკვე საკმაოდ ზრდასრული ვიყავ იმისთვის რომ მიმეღო გადაწყვეტილება და აი ეს ერთვენიერ დღეს ჩავალაკი პარკი და წამოვედი თბილისში. თავიდან ვცხოვრობდი მამი და შულთან ერთად და შემდეგ უკვე იყო პერიოდი რამოდენიმე თვე მარტოც ვიცხოვრე და ეს იმ ხელ გამოცდილება იყო ჩემთვის, რა ვიცი. დავიწყე მუშაობა, დავიწყე და სადღაც 1 წლის თავზე უკვე ჩემმა მეგობარმა შემოთავაზა ესეთი რაღაცა რომ არის ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი, სულ რაღაც ორი ადამიანი, რომელთაც უნდათ დაარსონ ფარიკაობის ფედერაცია. ჯერჯერობით საოფისე სამუშაოდ ხარ დაკავებული, ხო? იმ ეტაპზე. კი, იმ ეტაპზე ვიყავი, ძირითადად საორგანიზაციო საკითხებით, როგორც ოფის მენეჯერს, ზოგადად შეეფერება. და ხომ არ გინდა რომ იცადო? ნუ მოსინჯა შენი ძალები ფარიკაობაში. თავიდან დავფიქრდი, ხა რა ფარიკაობა, დიდი ინტერესის სფერო არ იყო ფარიკაობა ჩემთვის და არც არასდროს მიფიქრია რომ ცხოვრებაში, ოდეს ყველა სპორტის სახეობა მიფიქრია, მაგრამ ფარიკაობა მართლა არა და სიახლეების მოყვარული გოგო რომ ვიყავი, ამიტომ რატომაც არა ვცდი მეთქი და თუ გამომივიდა თუ არა და ნუ სამოყვარულო დონეზე რაღაცით დავკავდები პარალელურად. ნუ მივედით პირველ გაკვეთილზე და ყავდა მაშინ ფრანგი მწვრთნელი, იმყოფებოდა მივლინებით საქართველოში და ბატონ მალხაზ მესხმა და მერაბ ბაზაძემ იმდენად მოგწამლეს ამ სპორტის სახეობით და იმდენად შემიყვარდა ეს ყველაფერი, რომ პირველივე გაკვეთილიდან უკვე როდის გაცენდებოდა იმაზე ვოცნებოდი და ნუ არ ვიცი, პირველი შეჯიბრის შემდეგ მივხვდი რომ ეს იყო ჩემი. და ამის იქეთ გზა არ მქონდა. ხმალი აიხლაშ და მოგეწონა როგორც ხმალი, ნუ თავიდან რაპირით დავიწყეთ, მაგრამ ხმალი მაინც ჩემთან ძალიან ახლოს არის. ეთიკი ირმა მიხვდა რომ ეს იყო მისი თქვენ როდის მიხვდით რომ ირმა იყო თქვენი? პირველი მე ეგრე მივხვდი. მოგვიყევით რა გიჟდებისაც იყო თუ საიდუმლო არ არის ცხადია. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგისვამთ ეს შეკითხვებს და კი, ჩვენ ეს არის არ ყვითლდებით. არ არის პრობლემა. ალბათ პირველად დაინახეთ როდის ხო? გამორიცხული არ ვარ გახსოვდეს. გადაცემაში იყო ირმა მიწვეული და სრულიად შემთხვევით ზოგადად მეც არა ვარ დიდად მოყვარული ტელევიზიის უფრო ძირითადად დღეს როგორც ყოველთვის ყველა Facebook-შია ჩართული მეც Facebook-ით ვარ ყოველთვის დაკავებული ძირითადად და სრულიად შემთხვევით ერთ-ერთ გადაცემაში ნახე ირმა პირველივე პირველ ტელევიზორში ნახე, ანუ? პირველად ნახე ტელევიზორში. მე ტელევიზორიდან აი როგორ ვარსკვლავები უყვარდა. ჯადოობდა. ხო, რაღაც უბრალოდ დავინახე რაღაცა, იქ მე სახელს ველოდებოდი, აბა რა ქვია, რაღაცა რა. მე Facebook-ზე მენახა რაღაც.
ну ნახე ჩვეულებრივად Facebook-ზე და მივწერე რამდენიმე სიტყვა მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე რაღაც რომ უგებენ და რომ ვარსკვლავებს რომ უხსნიან და რაღაც ძალიან ლამაზი ხარ მეთქი და всё დავამთავრე მე და პასუხი მომდის დაახლოებით 10 დღის მერე ძალიან დიდი მადლობა ზოგადად მე ოპერატიულად არც ველოდებოდი სიმართლე გითხრათ მოწე მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ ხო და ვფიქრობდი ირმა იყო არაჩვეულებრივი ადამიანი რა და არ ველოდებოდი სიმართლე გითხრათ ამის გამო არც ვიცოდი ჯერ რომ მოფარიკავე იყო და ასეთი შედეგები ქონდა დადებული უბრალოდ რაღაცა მომეწონა ადამიანი და მივწერე ჩვეულებრივად რა არც ვიცოდი არც იმის მჯეროდა რომ რაღაცა ჩვენი ურთიერთობა განვითარდებოდა და ასე შემდეგ ანუ პირდაპირ ურთიერთობაზე იფიქრე კაცო არა ნუ რატომაც არა ეხა ადამიანი რომ მოგწონს რაღაცაზე ფიქრობ ვიყავი მაშინ საფრანგეთში რაღაცაზე ფიქრობ და იყო მსოფლიო თასი და ოქრო ავიღეთ ხმრთფარიკაობაში და იმდენ ბედნიერი ვიყავი Facebook-ის საერთოდ არ მეცალა და რომ ჩამოვედით და დავბრუნდით ყველაზე მოკლე რაღაც ტექსტი ვისაც ქონდა ის შევამოწმე მარტო იმიტომ რომ დიდ ტექსტების კითხვა არ მიყვარს დიდად და ნუ ძალიან დიდი მადლობა როდესაც მივწერე გიორგიმ წამოვიდა ცვეინა SMS-ებს მომაყარა და ბოლოს კი ვიფიქრე ეგ ვერ არის ცოტა რაღაცა სჭირს ნუ მე სულ რაღაც 2 დღეში გადავწყვეტეთ რომ ერთმანეთი გვენახა იმიტომ არ გვინდა სოციალური ქსელით რაღაც ურთიერთობა ნუ ეს სამი თვე რომ საუბრობენ სოციალური ქსელით და მერე დაძლივს და მერე 5 წელი შეყვარებულები არიან და მერე რომ ვერ მოყავთ ცოლი ან ვერ თხოვდებიან რა ეგეთი თემა ნუ ჩემთან ძალიან შორს ხო გასაგებია მაგრამ მიაყარეთ გიორგი ტექსტი ზებრათანდება შევხვდეთ არა ერთი ორჯერ ქონდა მხედველობაში ის მიმეწერა რომ მეთქი შევხვდეთ არ მინდა ესე ვირტუალური ურთიერთობა რა გავიცნოთ ერთმანეთი პირადად იტყუება ეხლა თავიდან გამომკითხა ყველაფერი და ჩემ დაქალებს ვასმენინებდი და ხმოვან SMS-ებს რომ იგზავნა რა ხო და ჩემი დაქალებს აუ რა კაი ხმა აქ ხო არ შეხვდები და მეგეთი ო მაგრამ მეც არ ვიცი ალბათ იყო მომენტი გიორგისაც ქონდა ის პერიოდი როცა მარტო ხარ ვიღაც გჭირდება აუცილებლად და ეძებ ამ ვიღაცას თუნდაც უბრალო მეგობარს რომ დაელაპარაკო და იცით რა არის მე ზოგადად ანუ მეგობარი უფრო ვერ დაგეხმარება რაღაც სიტუაციაში ვიდრე უცხო მაგალითად რა არის მქონია ესეთი შემთხვევები სიმართლე გითხრათ რა მაგალითად მეგობრისთვის ვერ მithkoms ისეთი რაღაცები სადაც მithkoms დაუშვათ 2 დღის გაცნობილი ადამიანისთვის რა და მართლაც გამომდგა რა ის ადამიანი ისე მიმიღია და ისე მიუღივარ და გვერდში დამდგომია რაღაცეებში რომ შეიძლებოდა რომ საკუთარ მეგობარს ამდენი ვერ გაიგეთ იმ მომენტისთვის ორივეს ქონდა რაღაცეები სათქმელი რაც 2 დღის გაცნობილ ადამიანთან ითქმის რომ დაახლოებით გავისეირნეთ ჩვენი პირველი გასეირნება იყო კუსტვაზე მაგრამ გარეთ რომ გამოვედი აქავა უკვე და გარეთ რომ გამოვედი და დავინახე ესე ავხედე ჯერ და მე რაღაც ამოვიდა და ჩამეხუდა და ეხლა მე სულ გაითქო და მაგრამ წავით კუსტვაზე ავით გავისეირნეთ ძალიან როგორ მორიდებული ჩანს მე თუ ირმა თქვენ ჩაეხუტეთ უცნობ გოგო ხო მორიდებული ვარ კი ზოგადად და მე ძალიან გამიკვირდა იმიტომ რომ ხა აი ესე პირდაპირ მოვარდნა და ჩახუტება რა იყო ადამიანს შენ არ იცნობ და მოკლედ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და იმდენი ვისაუბრეთ რომ აღარაფერი აღარ დაგვრჩა სათქმელი მერე და ნუ ნელ-ნელა გადავწყვიტეთ რომ აბა თუ ავაწყობთ თუ არა და ნუ მე ძალიან ბევრი შემთხვევები ქონდა იქ ნუ საღამობით ვაკითხავდი ხოლმე იმას ერთხელ დამიჭირეს კიდევაც იქ ეგონათ რომ რაღაცას ვიპარავდი იმიტომ რომ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი არის ცოტა ისეთი ადგილი ანუ საღამობით რომ მივსულ ვარ ან რაღაცა ნუ გადიან ღამე რა ეს საპატრულო პოლიცია რაღაცა ეგონათ რაღაცები მაგრამ აუხსენი სიტუაცია რომ მე დაბლავიჯექი და ესე ნუ ჯულიეტა კი აივნიდან იყურებოდა მაგრამ მე დაბლავიყო და გიორგი აივნიდან მიყურებოდა მაგრამ ღირდა ამ ყველაფერს რაღაცებით ეს ყველაფერი თკბილ მოგონებებად დარჩა და რას გვი არ ღირდა არა ხო ეხლა მე ვნახე თქვენი კორპირის ფოტოები რომ მე ხელში გიდევთ და ნამდვილად ღირდა იმიტომ ძალიან ლამაზები
ხართ, მართლა ძალიან ლამაზები ხართ. ნუ ერთი ახლა მეგობრობის გადაწყვეტილება, მეორეა ქორწინების გადაწყვეტილება, უფრო ძნელი მისაღები, მithumetes ხო ქალისთვის, მამაკაცს მე უფრო გამიჭირდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გიორგი არის ზოგადად სულსწრაფი და რა ტყუილი ვთქვი? თავიდანვე, ანუ ალბათ დღეს ზუსტად იმიტომ ვარ გიორგის მეუღლე, რომ რქებით მაწვებოდა, გინდა არ გინდა, მე არ მაინტერესებს, მე ესე მინდა. სული მეხუთებოდა უკვე ჰაერი არ ყოფილა რომ მე სუნთქა და თავიდანვე ისე ადვილად დაიქვა სტატუსი შეყვარებულების და გადაწყვეტილება რო არ მქონდა ჯერ მიღებული და ნუ ხშირად ძალიან ბევრჯერ გვიკამათია, გვიჩხუბია და რთული გზა გამოვიერეთ არ იყო ადვილი. მაგრამ მივეცით ალბათ თავისი მისუფლება, რომ ნელ-ნელა გრძნობებში გავრკვეულიყავით, გვინდოდა თუ არა ეს და ბოლოს ქორწინებაც ამის იდეა იყო და დაგვირგვინებაც ამის იდეა და საბოლოოდ დავთანხმდი. გიორგი, შენ არ შეგხვედრია გარშემო ისეთი ადამიანები, ვინც ესე თავისუფლებას აძლევენ ხოლმე, რომ გამოხატონ თავისი პოზიცია, თქვათ შენ დამოკიდებულების მიმართ. მხოლოდ უცხოები, იმიტომ რომ ჩვენი ქორწილის ვიდეო რო გააშუქეს ტელევიზიებმა, ძალიან ისეთი არასასიამოვნო კომენტარები წავიკითხე, იქ რომ ნუ ზოგს ეგონა თეატრალიზებული რაღაც სცენა, ჩვენ დავდგით რაღაც სცენა, ვითომ რომ ხო არ ვიცი რაღაც ძალიან სიბნელია. ნუ ენას მალი არა აქვს ჯერ. ძალიან სიბნელია ადამიანებში. ადამიანი კი, ვისაც თავისი პოზიცია აქვს, მაგრამ მას აქვს თავისი პოზიცია და ყოველთვის თავის უკაცრავად ვთქვა. არა, საყვარლებია. ხო და ხმალია კარდა გავწყვეტე. თან არა გვაქვს არც მოუხია. მაინც მოშ. ის იმედია, რომ თან არ მაქვს. ხო და რა შეეხება, ნუ უცხოებს, ნუ ყველას თავისი აზრი აქვს და მოსაზრება აქვს და რაც შეეხება ჩემ ახლობლებს, ნუ ადამიანი არ არსებობს ისეთი, ვინც ირმას მიმართ რაღაცა უარყოფითი გამოეთქვა. მე არ მირეკამა ხოლმე ზოგადად ჩემები. უარყოფითი არა, უფრო აი ისე რომ შემოხედავენ რა დარწმუნებული ხარ რანაირად გama ესეთი დამოკიდებულება. კი, მე მქონდა ამაზე გამორიცხულია. მოქმედეს მაინც ხო ადამიანს ყავ. კი, რა თქმა უნდა, იყო ეს ადამიანი და არც მალო იყო დედა ჩემი, ვინც მითხრა რომ შემზად ხარ ამ ნაბიჯის გადასათქმელად. იმიტომ რომ ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო საქმე, ყველანაირად უნდა ყველაფერი გააკეთო, რომ ერთად იყოთ და შეინარჩუნოთ. ხო დაუჭერია ვიდრე თქვენი. კი, რა თქმა უნდა, განიცდი და იტვირთებდა გიორგი ამ ყველაფერს, რამდენად შეძლებდა ეშინოდა ზოგადად და რა ვიცი, დღესდღეობით თითქმის 2 წელი ხდება, რაც ერთად ვართ და შენ ეს შიში არ ქონია როგორც შევატყე პირველი შეხვედრას შიში არანაირად რა თუ ადამიანი მოგწონს რა თქმა უნდა მარტო ფიზიკურობა არ უნდა განისაზღვროს რაღაც შენი სიმპათიით იქ ადამიანობა იქ რაღაცა იქ რაც ირმა მქონს ის რაღაცეები რაც გვჭირდებოდა ჩვენ სულიერი კავშირი რა ნუ 1000 რაღაც კრიტერიუმი არსებობს ალბათ შევავსოთ ერთმანეთით ამით და ჩაოლებრივად ცხოვრობ დღესდღეობით. ხო და აღმოაჩინეთ, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ცხოვრება დაუკავშირეთ, არის სასწაულად დაკავებული. სასწაულად პრაქტიკულად სახში ვერახეთ, მოდი სმენელს მოუხსნით. სმენელებისთვის გამოვაცხადოთ ჯერ ინტერაქტივი დავიწყოთ, იმიტომ რომ პარალელურად ჩვენი საუბრისა შეგვიძლია თქვენი ზარებიც მივიღოთ 240 91 92 240 92 ჩვენი ტელეფონის ნომრები. ირმა ხეცურიანი გახლავთ ჩვენი სტუმარი, მეტრით ფარიკაობაში ჩემპიონი და ბევრი პრიზის მფლობელი და გიორგი დანელია მისი მეუღლე ჩვენი სტუმრები არიან. და გიორგიც არის პარასპორტის განვითარების ცენტრის ერთ-ერთი ხო, მოგესალმებით. არა, გაითიშა შემოგონიჯერა არის სამწუხაროდ გაითიშა ხო, რასაც უკაცრავად რომ გავოდინეთ, უბრალოდ ძალიან საინტერესო. ხო და მამაკაცებს საერთოდ არ აქვს პატარა პრობლემები, მოდი გულახდილებით. როდესაც ცოლი არის მუდმივად დაკავებული, რაღაც თქვენ ადაკით და პირიქით, გვერდზე დავდექით და მეგონი სამუშაო ადგილიც დამსახურება, იცი რომ შეიცვალეთ, ხო? ირმას დამსახურების გამო შეიცვალეთ. ჩვენ გვჭირდებოდა ერთმანეთთან ახლოს ყოფნა, იმიტომ რომ ყოველთვის ირმა სჭირდება დახმარება. აქედან გამომდინარე და ეს მოიცავს ზუსტად პერსონალური ასისტენტის მოვალეობას, როდესაც ვიღაცა სჭირდება, არ არის აუცილებელი მარტო ირმა იყოს. იქ არის ძალიან ბევრი ისეთი ადამიანები, ეტლით მოსარგებლეები, იქ ზოგს რაღაც სხვა
ისეთი რაღაც ესაჭიროება, მიხმარება, იქ აუზში ჩაყვანა. 1000 რაღაც კრიტერიუმები არსებობს. და სწორედ რომ ნახეს, რომ ძალიან ჩვეულებრივად და ხა თელემანდომებით ვეხმარებოდი არა მარტო იმას, არამედ სულ ყველას აბსოლუტურად და ზოგადად თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი არის მე მგონი რაღაც სამსახური, რომელიც ემსახურება სიყვარულს და ერთგულებას, იმიტომ რომ ეს არის სამსახური, როდესაც ყველა ჩვენ მეც პირადად და ჩვენი თანამშრომლებიც ვინც იქ მუშაობთ სიყვარულით, მუშაობთ მონდომებით, იქ ისეთი ადამიანები მოდიან და იკრიბებიან, რომ მათ რო რაღაცა აუცილებლად ზედმეტი ყურადღება ესაჭიროებათ, რომ თავი რაღაცნაირად დაჩაგრულად არ იგრძნონ. და ყოველთვის იმას ვამბობ კიდევაც და სულ იმას ვიძახი, რომ მე ვთქარ, აქ ისეთი ადამიანები მოდიან, რომ ყველამ აბსოლუტურად მეც ჩემმა თანამშრომლებმაც და მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იქ მუშაობს, მომუშავე პერსონალმა, ყველანაირად უნდა ვცეთ ამ ადამიანებს პატივი, რითიც შეიძლება ეს იქნება იქაური დამოკიდებულებით თუ ისე. და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ და მე ძალიან დღეს ძალიან გახარებული ვარ ჩემი სამსახურით და პირველ რიგში იმით, რომ იმას გვერდზე ვარ ყველანაირად ვეხმარები, ვცდილობ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მსმენელი უკვე ხაზია, გამარჯობა, მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით. ალო. დიახ, გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, ჩემო დათო, ჩემო კეთილი. გამარჯობა. ესურს ის მასწავლის მეორე ნახევარს так держать, как говорят. ორი სიტყვაზე გუშინდელზე რო თქვა, ძალიან მიყვარს და მეყვარება ალბათ ჩემი თამაშგვაწანტირაზე. აკაკი ბაქრაძე და ამათ მე ემატა თამაშ თქმანაზე. ასე რომ ძალიან მაგრად მიყვარხართ სოყვერი. დიდი მადლობა, ძალიან მაგრად გვიყვარხართ თქვენ რო დაგვირეკეთ. მაგრად. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე აუცილებლად მინდა გკითხოთ აი ამ პარასპორტმენების ფედერაციაზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება ამით, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება იმდენად სავსეა მოულოდნელობით, ვერავინ ვერაზოს ვერ ვიტყვით წინასწარ ხვალ როგორ ვიქნებით, ამაში ძალიან ბევრჯერ წმუნდებით ადამიანები ჩვენი ცხოვრების მანძილზე. სწორედ ირმა თქვენნაირად გვჭირდება, თქვენ თქვით, რომ ის რა мотиваციასაც მე მაშინ მიყენებდნენ, მე ახლა ვაკეთებ სხვების მიმართ, როგორ პოულობთ ადამიანებზე, როგორ არ წმუნებთ მათ. მე მქონია შემთხვევები, როდესაც ჩემს მეგობრებს რაღაც პრობლემები ქონიათ და ელემენტარული რაღაცების დროსაც კი აი ელემენტარული დეპრესიის დროს, რომელიც არ არის მძიმე დეპრესია, ჭირს მათი სახლიდან გამოტყუება. ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ბარიერია გადასალახი. პირველ რიგში ალბათ დავიწყოთ იქიდან, რომ პარასპორტის განვითარების ცენტრი ზოგადად უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ერთადერთი ყველაზე ისეთი ადაპტირებული შენობა, სადაც შეგიძლიათ თავისუფლად იმოძრაო, ისუნთქო და ასე შემდეგი ვარჯიშო. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, აი ესე ფსიქოლოგიურად ზემოქმედების თემაში ჩვენ ბევრს ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, თუ კი მისი რაღაც ნაპერწკალი მაინც არ დავინახეთ, ცოტათი რომ აქვს სურვილი რაღაც გააკეთოს. მე პირადად ხშირ შემთხვევაში ალბათ საერთო გვაქვს ის, რომ თუ ეთლით მოსარგებლე ვარ მეც და ბევრი რაღაც ნიუანსია, რაც ვიცი მე მასზე, რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს და რითი შეიძლება ვთქვა დაინტერესო. ზოგჯერ ჭრის, ზოგჯერ არ ჭრის, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. აი ესე ადვილად გამოყვანა მათი გარეთ, თუმცა მე ვთვლი, რომ აი საქმით, როდესაც შენ რაღაც საკეთებ და არა მარტო შენ, ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის წარმატებული და წარმატებულად უმკლავდება თავის საქმიანობას, ვფიქრობ, რომ აი სიტყვების ნაცვლად უნდა დაანახო საქმით, რომ ეს мотиваცია ხართ თქვენ, ხო? არა მარტო მე, ძალიან ბევრია ისეთი, ვინც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულია და მე მიმესალმები ამ ფაქტს, თუმცა იყო პერიოდი, როცა მართლა ძალიან ცოტანი ვიყავით. აი ასპარეზზე და გარეთ გამოსვლები და ძალიან ბევრს ვეხვეწებოდით, რომ ნუ იმალებით და გამოდით. დღესაც არის ის პრობლემა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს
ბევრს შეიძლება სურვილი აქვს გარეთ გამოსვლის, მაგრამ ოჯახის დამოკიდებულებაა სხვანაირი, მშობლის დამოკიდებულებაა სხვანაირი და ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ტრენინგები ამ კუთხით მშობლებს და ოჯახის წევრებს ჩაუტარდეს. რაში გამოიხატება? ხშირ შემთხვევაში ვახსენეთ, რომ თქვენს რაღაც პატარა ბარიერი ქონდათ ყოველ სახელმწიფოში გასვლა მუშაობა ეხლა ხო? რა თქმა უნდა, ან მე არ ვიცი, გამიმართლა ალბათ, რომ საკუთარ თავში ვნახე ისწავლა, რომ თვითონ დამეძლია რაღაც და პლუს მეგობრების დახმარებით ოჯახი, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი აქვს ოჯახსაც ამაში, მაგრამ 8 წლის განმავლობაში ოჯახში ძირითადად იყო თემა, რომ შენ აუცილებლად ფეხს უნდა გაიარო. პარალელურად არაფერი არ ყოფილა, ანუ სხვა არაფერი. ანუ მივატოვე სწავლა, იმიტომ რომ გარეთ ვერ გავდიოდი. პლუს ამას, როცა შენ გაქვს დეპრესია, ანდუსები იყო არაფერი არ იყო ადაპტირებული. დღეს მეტნაკლებად რაღაც ნაბიჯები ითქმევა და ვახერხებთ რაღაცას ჩვენი აქციების და ჩვენი გამოსვლების შედეგია ალბათ ის ყველაფერი, ადრე ჩვენ მეგობრებთან ერთად როცა ვიდექით გარეთ. პირადად ჩემი პრობლემა რაც იყო, საკუთარ თავთან ვერ გავერკვიე. რა მინდოდა და რატომ მინდოდა. სხვებს სულ სხვა დამოკიდებულება აქვს. არის მომენტი, როცა საკუთარი თავი გეცოდება. და ეს ყველაზე ცუდი თემაა, იმიტომ რომ როცა მიხვდები ადამიანს, სხვა გზა არ გაქვს და იცი რომ აი ამ ჭაბდენ შენ თვითონ და ამოძრე უნდა მიხვდე რომ შენი სხეული ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორც არის. ვერ შეცვლი და იმიტომ მე მივხვდი, როდესაც მე ჩემი თავი სადღაც ცოტათი მაინც შემეცოდა, ყველას ვეცოდებოდი ირგვლივ შემდეგ. ანუ შენ რა ინფორმაციასაც გასცემ, ვიზუალურად იქნება ეს, სიტყვით იქნება, თორე იმ გარემოსვე იქმნის შენ. როგორც კი მე დამიდგა ეტაპი იმისა, რომ მივხვდი, რომ მე რა რომ ამ მდგომარეობაში ვარ, ეს თქო ჩემი ბრალი არ არის, მე ვარ მიმუშავია იმაზე, რომ ეტლში ჩამჯდარიყავ. ეტლი არ არის რაღაც ბორბლებთან და საბურავებთან არ მთავრდება ცხოვრება, ეს პირიქით რაღაცა ახალი ცხოვრების დასაწყისია და ბევრი სასარგებლო და სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება. ამიტომ ის სიბრალულის მომენტი შინაგანად თვითონ პიროვნებას არ უნდა გაუჩნდეს, ის რაღაც თავს რომ გრძნობს დამცირებულად, იმიტომ რომ უკვე ვეღარ გადაადგილდება ორი ფეხი. ძირითადად უფრო ალბათ მამაკაცებს უჭირთ ამის ახმა. ალბათ კი. ქალები უფრო რაღაცნაირები ვართ ამ თემაში, მამაკაცები უფრო რთულად. ზუსტად შემოსვლის წამიდან, როდესაც ირმა დავინახე, აბსოლუტურად აი შემიძლია ჩემი ორი შვილი დავიფიცო, ვერ საერთოდ ვერ ვიგრძენი, რომ ეტლში და აბსოლუტურად ვერ ვიგრძენი, ეს ამაზე შემიძლია მართლა თავი გავდო მოგესალმებით. გამარჯობა. ახლა თქვენ ცოტა გვიან ჩავერთე ლაპარაკობ შეზღუდული შესაძლებლობებზე. მე თვითონ უსინათლო ვარ, შვილიც უსინათლო. გოგოარი უკვე 28 წლის. განათლებაც ყველაფერი კარგია, ისწავლას რაღაც, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა, რომ იყო აქტიური, საერთოდ ჩაიკეტა. ელემენტარულად ჭიშკარს იქითაც ვერ გადამყავს. აქ შემოთავაზება ეხვეწებიან უსინათლო კავშირის ყველაფერი, მაგრამ აღარ ვიცი რა მოუხერხო უკვე რა. ახლა რომ თქვა რომ რაღაცა ის არა, მაგრამ არ ვიცი. ვერ ველაპარაკებ, ეხლა რომ გაიგოს რომ ესე ტელეფონზე დავრეკო, შეიძლება გადავდგას სახლიდან საერთოდ. ფსიქოლოგთან მისვლაზე ცხადია უარს ამბობს, ხო ამ ეტაპზე? ვიღაც რომ დაელაპარაკოს არ სხვა თემაზე საუბარი. არა, არაფერს არ იმას უშვება. და არანაირი მიზეზი არ დაუსახელებია, უბრალოდ გაჩნდა და ჩაიკეტა. დიდი მადლობა პირიქით თქვენ რომ დაგვირეკეთ. დიდი მადლობა, ძალიან გაბედული ნაბიჯი ხო აქ დარეკო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ყველა ადამიანს გამოეძებნება რაღაცა მიდგომის პოვნა უნდა ალბათ სავარაუდოდ. რა თქმა უნდა, რომ საუბარი დააწყებინა და შემდეგ უფრო ადვილი იქნება გაიგო მიზეზი თუ რის გამო ჩაიკეტა ეს ადამიანი. უსინათლობა ის კიდე ცალკე სხვა პრობლემაა, სულ სხვანაირი პრობლემაა და მე ვთვლი რომ ალბათ მსგავსი შეზღუდვით ადამიანი აუცილებლად, რა თქმა უნდა, მამა ყველაზე უკეთესად მოახერხებდა ამას. თუმცა რადგან მამასთანაც არ გამოდის კონტაქტზე, არც მე შემიძლია გავესაუბრო, თუმცა მე მის
იმ პრობლემას ვერ გავიზიარებ რა პრობლემაც თქვა თვითონ ეხა წარმოუდგენია რომ აქვს თუ კი ესეთი აქტიური იყო თუ კი განათლებული გოგონა თუ კი მით უმეტეს გოგონა და ბევრი რამის ატანა და გაკეთება შეუძლია აუცილებლად რაღაცა მოხდებოდა შინაგანში აუცილებლად მიზეზი ექნება ამ ყველაფერს და აი მიზეზი უნდა გავიგოთ და აუცილებლად კონტაქტზე უნდა გამოვიდეს არ არის გამორიცხული კონტაქტზე უნდა გავივლის ეხლა ხო არის მომენტები როცა გეჩვენება რომ ამას აღარაფერი გაასწორებს და მე ერთ თვეში ამას გაგეცინოს აქ სხვა რაღაცა შეიძლება არის მომენტი ადამიანებისგან ბოდიში დაამთავრე და ადამიანებისგან შეიძლება იყოს რაღაც მაგალითად ძალიან ცუდი დამოკიდებულება ზოგს აი რაღაცა შეხვდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები მსმენია ირმას შესახებ ხა გადავალ ცოტა ეგვერდზე რომ ვიღაცას მაგალითად ვიღაც ხალხს დაუწყევლია რატო როდის დაწყობ ვიღაც ხალმა პირდაპირ ეთერში იხსნება რაღაცებიც არის ხო რაღაც ისეთი რატო აი რა მიზეზი შენ ვერ ადგები ვერაზრ რაღაც ესეთი რაღაცები იყო რა მაგალითად და კიდე რაღაცას დავამატებ რა ცოტა სხვა თემაა მაგრამ მაინც ეხლა მაგალითად ირმა რომ ძალიან გამეხარდება რომ გაიაროს და რაღაცა ხო ეხლა ვის არ გაუხარდება მაგრამ შეიძლება დავშორდე კიდევაც რო შეიძლება დავშორდე უეჭვს ვიძახი იმიტომ რომ მე ესეთი ტიპაჟი მომწონს რა ესეთი ტიპაჟი მომეწონა თავიდან რა და რაღაცა ისეთი შეგიყვარდა და ესეთი იცი არა მაგარი ტიპია რაღაც პროტიპია სულ რაღაც ისეც ვეზებ რა განსხვავებულს რა ეს ერთფეროვნება რაღაც ცოტა ისეთ თემა მე ბრალფეროვნება იქნება რომ გაიაროს აი იქნება ვამატებ აი იქნება მაგრამ მე ესეთ ტიპი უფრო მომწონს ჯერჯერობით ვერ წარმოვიდგენ ირმა ისეთი ყველანაირი ეყარება მე მგონია რა თქმა უნდა გოგონას შეხება არის მომენტი და პერიოდი ნუ მე პირადად მქონია ეს ყველაფერი როცა არ გინდა უბრალოდ არავისთან კონტაქტი და არანაირი საშუალება არ ჭრის არ გინდა და მორჩა და ეს პერიოდი იმედი მაქვს რომ ან ეს არის ან ვიღაც სხვა არის მიზეზი ან რაღაც აუცილებლად გადაივლის თუ კი აიძულებ რა კონტაქტზე გამოვიდეს ყველაზე რეალური შანსი ეგ არის რომ კონტაქტზე გამოვიდეს და ნუ ეტყვიან რომ ფსიქოლოგია უბრალოდ მე მაინც გონია რომ მამამ უნდა ეცადოს უფრო მეტი თავის გვერდით არის რადგან მამისთან არ კონტაქტობ შეიძლება ზუსტად იგივე მომენტი ჰქონდეს რომ უცხოსთან უკეთესად გამოვიდეს ეს ყველაფერი და არ ვიცი ნუ ჩვენ ჯობია მაგალითად ესეთი რაღაცა რომ რაც უფრო აძალებ ადამიანს მით უფრო უარეს აკეთებ უფრო იკეთებ და ამიტომ ჩემი აზრით ცოტა ხანი აცატოს თვითონ მამამაც რომ მისცეს იმის უფლება რაც მას უნდა რომ გააკეთოს. მე ვთვლი რომ აძლევს უბრალოდ ნუ მოექცევით მცენარესავით და პირიქით არ დაუთმოთ არც თქვენ არაფერი ზოგჯერ ესეთი მიდგომა უფრო ჭრის ვიდრე მე მქონია შემთხვევა როდესაც მივეჩვიე დედაჩემს ესეთ მოვლა ფუფუნებას და როდესაც უკვე ჩემთვის დამოუკიდებლად შემეძლო გადაჭდა მაეტოლში მისვლა დანიშნულების ადგილამდე და რაღაც ნივთის აღება იმდან მივეჩვია რომ დემო მაწოდე და დემიდი რა და დე ერთ შენიერ დღეს დედაჩემი ყველაფერს აკეთებდა თავის თავად ერთ შენიერ დღეს არ ვიცი დაღლილი იყო ან გაბრაზებული იყო ან გაღიზიანებული და ასეთი მომიბრუნდა გადამოდი და თვითონ აიყეო დედაჩემი გავხედე და რა მეთქე მომეცი დროს არაფერსაც არ მოგცემს დედაჩემი გადამოდი და თვითონ აიყეო ისე გავბრაზდი მიჩვეული რო ვიყავი მორთმეულს რომ მეთქი მე დავფიქრე ხო შეგიძლია მეთქი გადაჭრა რასა არ ბენინება მგავს აკეთ იქეთ ხო და ნუ საბოლოოდ მივხვდი რომ დედაჩემის გაბრაზება იმდენ კარგად იმოქმედა ჩემზე რომ იმის შემდეგ არაფერი არ მithოვია დედაჩემს ეხლა უბრალოდ რომ ინატრება ხოლმე რომ ჩამოდის თვითონ თხოვნის გარშემო მიკეთებს რაღაცებს. ხო, ეხლა კი. მე მინდა გითხოთ, აი თქვენ ორივეს ალბათ გეცოდინებთ, ძალიან ბევრს მოგზაურობთ და ხვდებით ადამიანებს, რომლებსაც სპეციალური საჭიროება აქვთ, ხო, ეტრით გადაადგილებს. და არის თუ არა განსხვავება, აი თქვათ ჩვენსა და მე ვლაპარაკობ ევროპელ სპორტსმენებზე, ამერიკელ სპორტსმენებზე. მე ხო იქაც ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, ვისაც სპეციალური საჭიროება აქვს და იქაც იგივე გზა არის გასავლელი. თუმცა გარემო ალბათ უფრო კომფორტულია, ხო, მათთვის.
ბევრგან სადაც ვიყავი, ვერ ვიტყვი რომ სრულად ადაპტირებულია გარემო. სრულად ადაპტირებული ერთადერთი სადაც იყო კანადაში, ჰონგ-კონგში და ნუ გერმანია, თითით საჩვენებელი ქვეყანაა და ნუ არ ვიცი, ძალიან მომეწონა. რაც შეეხება პიროვნებებს და ეტლით-მოსარგებლებს თუ სხვა შეზღუდვით მქონე ადამიანებს, ზედმეტად განსხვავებულები არიან. ხო. იმდენად არა დეპრესიული ტიპები, ძალიან პოზიტივი ადამიანები, აი, როგორ იცი რომ აი მე რა აი ეს ყოველ ჩვენ ძალიან ღრმად მივდივართ და შევდივართ პრობლემაში და ზედმეტად ვირთულებთ ამ ბევრი ფიქრებით და აზრებით, სადაც პასუხებს ვერ იპოვი უბრალოდ და ვინძიმებთ სულსაც და ტვინსაც და ისინი ძალიან თავისუფლად დაემართა, დადგა ამ შედეგის წინ. არანაირი პრობლემა არ არის, მას აქვს იმის საშუალება, რომ რეალიზდეს სოციუმში და ზოგადად მათთვის ალბათ ეს ერთ-ერთი წინაპირობა, რომ არა აქვთ ის ღრმა დეპრესია, როცა იციან, რომ თუ კი ადამიანს რაღაცა შეზღუდვა ექნება თავის ქვეყანაში, იმდენად კარგი პირობებია, რომ აუცილებლად თავის შესაძლებლობებს სადღაც რომელიღაც სფეროში გამოავლენს. სვენელი გოლდება. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. დიახ. დიახ. გამარჯობა. მე გარკვეული გამოცდილება მაქვს, აი მამამ რო დარეკა ცოტა ხნის წინ თქვენთან. მე იცით, ახლობლები ნათესავები არ მოქმედებს ასეთ შემთხვევაში და ძალიან კარგი იქნება როგორმე ქალბატონო ირმა თქვენ მე ვთქვი ეს კი ან რაღაცით დაელაპარაკოთ და აი ეს უფრო მეტად მუშაობს და თქვენ თვითონ ისეთი გამოცდილება გაქვს რომ თქვენ მე მგონი მოძებნით სიტყვებს და დააბრუნებთ იმას ჩვენ კი მოაბრუნებთ მე ამ დამაში თითქოს დარწმუნებული ვარ და მე აუცილებლად ვცდი და ტელეფონის ნომერს ძალიან დიდი მადლობა და ალბათ ჩემი აზრით ისევ და ისევ ჯობს თქვა ვისაც გადალახული აქვს ეს და მისი მსგავსი პრობლემით ვინც არის ალბათ უფრო მეტად ჩვენ ყავს სინათლო ფეხბურთის გუნდი პარასპორტის განვითარების ცენტრში და ძირითადად ბიჭები ყავს კლავჭიდი. არა. კლავჭიდი გასაგებია. კლავჭიდი ძალიან ისე ცოტა, მაგრამ უსინათლო ფეხბურთი არის კი. და საკმაოდ წარმატებული ხოთა შევს. გოგონებს რაც შეეხება, აი ამ შეზღუდვით ძალიან ცოტას ვიცნობ, საქმეც ეს არის. თუ კი მივაწვდინე ხმა იმ გოგონას ერთად მივვალთ ალბათ, ან ერთად დავიყავთ თუკი საშუალება. აი ვინც დააგვირეკა თავის პრობლემით, დატოვებს თავის ტელეფონის ნომერს. ბატონო, გამორეკეთ და დაუტოვეთ ეთერის გარეთ იას თქვენი ნომერი და ჩვენ შევიდეთ თქვენს ნომერს და დაგიკავშირდებით კი კიდევ ერთი სვენელი გოლდება მოგესალმებით. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. ქრისტიანკა. ჭეშმარიტად. მე აი ახლა მოვისმენ ირმას და მოვისმინე იმ სინათლო ადამიანს და ძალიან რაღაც ისეთი გამოცდილება დამრჩა იცით ძალიან შემდგომარეობამ. მე მივესალმები მას გამბედაობას რომ გადადგა ასეთი ნაბიჯი არ დაღარა ფარხმალი და ფარხმალი აიღო პირიქით შეუდგა ასეთ თავის საქმეს და მე მინდა იმ სინათლო ადამიანს მივმართო მე თვითონ სინათლო ვარ პირველი ჯგუფის სინათლო მე სწავლობდი სინათლოთა სკოლაში დავამთავრე ინსტიტუტი მუშაობდი ცოტა ხანი მართალია არა სპეციალობით მაგრამ მუშაობდი და როდესაც კავშირს ამყარებ იცით ჩვენი კატეგორიის ხალხთან ყველაფერი გავიწყდება განიტვირთები ყველაფრისგან და არ ვიცი ძალიან მარტივია უკვე ეს ყველაფერი და მართალია არ არის მარტივი მაინც რთულია მაგრამ შენი კატეგორიის ხალხთან უკვე სხვანაირი ხდები უკვე საერთო გაქვთ და იმიტომ ერთი შეზღუდვის თემა და საერთო გაქვთ მეც ძალიან კარგად საუბრობ თქვა ეთლით-მოსარგებლეს და იმიტომ რომ მე მისი პრობლემა ღრმად მესმის და სხვა ადამიანებთანაც არ არის ინტეგრაციის პრობლემა არა კავშირი ზოგ შეუძლია კავშირი იქონიეს აი ავიდეს ჩვენი საზოგადოებაში აღარ სხვაზე და საქმეც ეგ არის რომ არ უნდაო ან ჩაიკეტაო და იყო ძალიან აქტიური და შემდეგ უკვე ჩაიკეტა ასე იქცევიან, უნდა ჩვენ მამამ ეცადოს, მაგრამ ხვები მე მგონი ხო ცოტა დაძალება არ იქნება ურიგო. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რო მიხვდება ის რომ ხვებიც ასე იქცევიან
კავშირს ამყარებენ თავისი კატეგორიის ხალხთან, უკვე რაღაცას იფიქრებს. ერთად ხო არ დაველაპარაკოთ, ერთად ხო არ მივიდეთ ყველა შევიკრიბოთ. შეიძლება რა თქმა უნდა. დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ. ძალიან დიდი მადლობა. ირმა, მოდი ახლა არ არსებობს უკვე ცოტა დრო დარჩა და ვერ გაგიშვებთ ისე თქვენ გეგმებზე რო არ გვესაუბრეთ ხადია ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი მედლები 27 წლის ასაკში დაწყებული კარიერა. კი, უკვე თითქმის ბებერი რო ხარ სპორტისტვის ვამბობ. და მიღწევებს რაც შეეხება მიღწევების გარდა გეგმები ხო მიღწევებსაც და ხო გეგმები ამიტაბზე ველოდებით 2018 წლის სექტემბერს რადგან იხსნება ოლიმპიური ფანჯარა და იწყება უკვე ოლიმპიური ათვლა ქულების სალიცენზიო ქულების რომელიც განაპირობებს შენს პარაოლიმპიადაზე მოხვედრას 2020-ში ტოკიოში რომელიც ჩვენი მიზანია და ტოკიოდან აუცილებლად ოქრო გვინდა ხმლით ფარიკაობაში გვინდა და იქნება აუცილებლად როცა ვამბობ რომ იქნება ყოველს არის ამიტომ იქნება და ჩემი ეს შედეგი ალბათ არაფერი არ იქნებოდა რომელსაც ჩემი დიდი გუნდი ფარიკაობის და ჩემი ოჯახი რომელიც ესე თავდადებით და მთელი ძალისხმევით ცდილობს რომ ირმა ხეცურიანმა ნინა თიბილაშვილმა და ახალი გოგონა ყავს შედეგი დადონ ძალიან ბევრს მუშაობენ ჩვენი მწვრთნელი მალხაზ მესხი არის სასწაული ადამიანი და სასწაული ენერგიის მქონე ადამიანი იგივეს ვიტყვი მეორე მწვრთნელზე მერაბ ბაზაზე ყავს ასევე რაპირაში არჩი უგულავა და გოგიტა მასწავლებელი რომელიც ძალიან მიყვარს და აქედან მივესალმები და ვეტყვი რომ ძალიან გვაკლია მთელი ეს პერიოდი ალბათ ერთმანეთის გარეშე არაფერი არ ვართ ხო და ერთად ყველაზე დიდი გუნდი ვართ ესე მგონია სულ მცირე სამი კაცი მივდივართ ხოლმე დელეგაციაში და ყველაზე ცოტანი ჩვენ ვართ და გულშემატკივრები ხან მეუბალეშიკავ TV-ს ხან ეხლა უახლოესი მოყვება არა სამარ დამყვება ვერ მივყვები სამსახური ჩემი სამსახურის გამო ხო მიეჩვია გიორგი თავიდან ჰქონდა პრობლემა არა გაშვებაზე იცით რა არის ძალიან ბევრ ქვეყანაში მაგალითად არ არის ადაპტირებული მოწყობილი იქ დახმარების თვალსაზრისით მინდოდა რომ ახლოს გეგმებს რაც შეეხება ახლა გვაქვს ნიდერლანდები ჰოლანდიაში სადაც მსოფლიო თასი გაიმართება და შემდეგ უკვე ვარშავა მერე გვაქვს კიდე ერთი და ალბათ ესე აგვისტოში დავისვენებთ მერე სექტემბრიდან ისევ ახალი შეჯიბრებები რაც შეეხება მიღწევებს ამ ეტაპზე მაქვს 6 ოქრო 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო თორცდები და 2 მესამე წელია დაიწყო გახდა რაც ეს მედლები მოაგროვა დაახლოებით 14-15 medali აქვს არა 12 არა ინახავს უკვე პარასპორტის განვითარების ცენტრი პლუს ამას 2 წლის განმავლობაში არა მარტო საქართველოში ხმლით ფარიკაობაში პირველი ნომერი ვარ დღესდღეობით მსოფლიოში და მაქვს 2 ტიტული პირველი ნომერი მოფარიკავე ხმლით მოფარიკავე ქალი B კატეგორიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს მაგ 2016-2017 და ბოდიში 2015-2016 და როგორც საქართველოში ისე ქალი საუკეთესო პარასპორტსმენი და მე ამით ძალიან რაღაცნაირად ვამაყობ მედალს რო ჩვენ სხვადასხვა მედალს რო იღებს ხოლმე ვა მედალი ეხა გივას უკვე იმდენად მივეჩვეთ რა მედალი მესამე წელი ფარიკაობს და ეს შედეგი არსად არავის არ არის მედალი ყავადალი და აი ყავადალი მოგესალმებით სამი წუთი დაგვრჩა გამარჯობა ალო დიახ ძალიან მოკლედ შეიძლება გამარჯობა ძალიან კი ეს ქალბატონი ხეხი რომ სკივა მე ვფიქრობ თურმელების ასმა ხო არ მოუხდება რომ გაიაროს თევზე რისი დიდი მადლობა კიდევ ერთი მსმენელი მოგესალმებით გამარჯობა ახლა ამ ჩვენ ფეხბურთელებს არაფერი არ ეშველება და იქნებ რაღაცა გაახერხო ვეცდებით ეს იყო ზატო ამ ბოტანთა ფეხბურთი გვაქვს და უსნეულთა ფეხბურთი ისეთი რომ ბევრს თვალხილულს შეშურდა კი ძალიან საინტერესო იყო აი გადასწარები მოსაძლებელი კიდევ ერთი სპენდელი და დავასრულოთ მოგესალმებით
გამარჯობა მოგესალმებით. მოგესალმებით. გილოცავთ აღდგომის დღესაც. შემდეგ მინდა დავლოცო ეს წვილი მართლაც თავისი სიყვარულის გამძლეობით და ყოველთვის ბედნიერი იყვნენ. მართლაც პოზიტიური ენერგიის ამავსო, გვიან ჩავერთე მე და უსურვებ წარმატებებს, რომ ეს სიყვარული არ განელებოდეთ ამ საყვარელ ცოლქმარ და გამარჯვებებს უსურვებ კიდევ ქალბატონს. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხო, საოცარი ფრაზა თქვა და თომ ცხოვრებაში არ დამოიწლება ირმა ფარხმალი კი და საყარა აი წარმოდგენ ირმა ზუსტი შეფარდება ზუსტი აი პირდაპირ გადატანეთ ნიშნულით ადამიანმა ფარხმალი ძალიან დიდი მადლობა ხახო თქვენ ხართ არაჩვეულებრივი გიორგი აი მე ძალიან იშვიათად ვაქებ მამაკაცებს ფემინისტი ვარ თქვენ ხართ აი არ ვიცი ძალიან წარმოუდგენელი ადამიანი ხართ მაგრამ გიორგი ნაკლები არ არის იმას რაღაცა მზრუნველობა ჭირ იმიტომ კი არა რომ მაგარი ხართ ძალიან ამაში არ იგულისხმება მარტო ეს ჩვენი შესავალი ხმიანი ქალის ხوارგეშინია ეს არის კიდე ზოგადად გვერდზე უდგა ხართ ქალს ირმას რომ ფეხზე ევლო იგივეს გეტყოდით იმიტომ ძალიან ძნელია გვერდზე დაუდგე წარმატებულ ქალს და მისი წარმატება აიტანო წარმატების ატანა უფრო ძნელია ვიდრე წარუმატებლობის დამიჯერეთ ირმა ხეცურიანი თავის სოლის სახში ხოდეს და ფანჯრებს უწმინდა და მე მაგალითად სიამოვნებს რომ ირმას თავის საქმე აქვს მე ჩემი საქმე მაქვს და ნუ ერთად გობს გენდერული მოკლედ ძალიან სრულყოფილი თქვენ ამისთვის ძალიან მადლობა მოწვევისთვის და მამაკაცი